დღეს Prime House-ში ნახავთ. არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ უნდა დავჭერ. რატომ მებრუტები? როგორც იქნა როიალმა აგვიხდინა ოცნება და ვიკას ხელი თხოვა. გუშინ ხამე რო გავედი. ანუ დედაჩემის ამბავში მეც წავიდოდი. ვერ მოიგე. ბიჭო, გოგო, ამას რო ანახებ, დედაჩემსაც იტყერე. არავინ არ წერს. არავინ. კაი დედა მოიცადე. დედაჩემს უნდა შენთან საუბარი. და რო გამატახსირა, წინადად მე მithumedes. ყველაზე კარგი მსახიობი. ჩემთვის არის ან. შენებად რამე ვიდგან კარგად სადაც. საქმეზე არ შემოხვიდე. აი, გეხოცა. არ ვიცი. გუგუ სადიყავი? სადიყავი. დილამშვიდობის საქართველოს, ეს არის Prime House-ი, რადგან მიყურებთ, მე ვარ ნახევარფინალში, ეს არის კოფის და ყველაზე გემრიელი ყავა, რომელსაც ვწვალ ყოველ დილით, მონაწილეები რომ გამოფხიზდეთ და გავირღვიძოთ, გადავდივარ ჩემ კაფეში, იცით რომ გავხსენი კაფეს სახელწოდებით გიორგისთან, ველოდები ახლა როდის გაიღვიძებენ მონაწილეები, რომ ჩამოვიდნენ და ყველამ მიიღოს ამ კაფეში თავისი წვლილი მონაწილეობა, იმიტომ რომ ყავს უკვე მზარეული, ყავს უკვე მუსიკალური გამრთობი, ყავს დაცვა და მოცეკვავეც და რა ყველაფერში არის დასაქმებული. დილამშვიდობისა მეგობრებო, Prime House-ში ამოვიდა ახალი მზე. კესო ფრიკინ ბერუაშვილი. ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი დღევანდელი დღით. და ეხლა შევდივარ TikTok-ზე და მთელი ჩემი ესე იგი TikTok გვერდი აჭრელებული ჩემი ვიდეოები თუ როგორ მწუწავენ ბავშვები, როგორ გადამაყირავა გიორგი მსკამიდან და აი კესოც გაიხვიცა. კესო ცოცხალი ხარ? მოკლედ ფიქრობ რომ პროექტმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პროექტში დააბრუნა კესო, ლიზი და როიალი, იმიტომ რომ არიან ძალიან მხიარულები, პოზიტიურები და მაყურებელს ძალიან მოსწონს ეს და ძალიან ერთობა და მხიარულობს ამ ყოველდღიურ და ჩვენც ასევე ძალიან მხიარულად ვართ. ეს შემიძლია გუშინდელ საღამოზე ვთქვა. გესიზმრები, თუკი, გელადები, თუკი, გენატრება, ჩემი ხმა. აი, ყველაზე უბოროტო ადამიანია მე მგონი კესო. ნახე, უკვე გაიღვიდე და მე ესეთ ხმებით იღვიდებს, აი ჩვეულებრივად. ხარო მოსწონს. შეხედე რა მიქენის თქვენ? ეგ ისი ბრალია? ვისი? ენა არ უნდა წაიგდო ზედმეტად. შენ შენთვის იქნება. როგორ? შენ კიდე ცოტა დარილექსდი რა. აი, ღედე გვინდებს ახლა ჭუჭყიან პირსახოს დაიმეებს. ბიჭო! აი მე ყველგან ეგ ვიდეოდებს, იცი გუშინდელი? რომელი? შეიწყლის შესხმის. ვიცი. ნახე ავტვირთე. ისე მართლა შემოხვედით თუ არა ყველგან შენ ვიდეოებია? შენ ეხლა ციგნებს არ კითხულობდე, ხანკალია გებრძვის, ხას გასხავე. ისე აწია ეს ხელები, გეგონება ეხლა ისე. ეგრე შენც ხო გასხავდი წყალს, კერდა.
იმათ, ოკეი, მეზარება ნამახსნევინებს რა მაგარი ტიპი ვარა. იდიოტო. ღერად გვარ უმახს. დილამშვიდობისა მეგობრებო, დილამშვიდობისა. გავიღვიძეთ და ძალიან კარგ განწყობაზე ვარ მე პირადად. მოკლედ გუშინ იყო ძალიან კარგი დღე, ერთ-ერთი ძალიან პოზიტიური დღე, რაც დამახსოვრდება Prime House-ში აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ესეთი დაწვირთულები ვიყავით მთელი დღე თამაშში, გართობაში გავატარეთ, ჩვენითაც ვითამაშეთ, ძალიან მაგარი სტუმარიც იყო მოსული, იმასთან ერთად ძალიან ბევრი ვითამაშეთ, მერე გავედით სახლიდან paintball-ში ვითამაშეთ და მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან მაგარი დღე იყო გუშინ და დღეს გამომყვა ეს ემოციები, რაც ქონდა გუშინ. გუშინ კიდევ ის არის, რომ ანა გავიდა საღამოს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად არის, დღეს ველოდებით ანას და ღმერთით ყველაფერი კარგადაა. აუ კაფეში მინდა მაგრამ ჩამო კაფეში ყავა არ დაგისხა? კი მინდა აუ ჩვეულებრივი ყავა. კაფეში და კაი. ჩამო. ჩამოვდივა მართლა და ისეა. ერთი არის მართლა ისე არ არის ლიზი არ მიზაჯი. მე არ მეძინა ხო. შენ როდის რატო არ გადმოხვედი მე? ანუ ის ვიყავ რა, ხანდახან მარტო მინეყავ. მე როგორი დრამა გოგოა, ხო დრამა ქვია. რა ვარ დრამა, ვიჩარჯები რომ მე დღის. ვიჩარჯები. ჩარჯი. ამ სიტყვებს Google Translate-იდან ედავ თუ საერთოდ. სათხედა Google Translate. ოკეი, ახლა მე ცოტა აი შენ ხარ ჩემი Google Translate. მე რო ავედი ეგრე. მე ვერ ამცხელოდა ძალიან. მე ვერ შემოხვედი გაგაგრილებდი. მაგარი კაფე გაქვთ ხო კაია. აჰა. და ნაურა ძალიან კაი, მართლა გავუძლებთ და აბინძურებს აურა. გიო დღეს ნერვებიანმა. რა ვქნა ხა შენ რა ხასიათზე ხარ იმის მიხედვით უნდა ვიღლი. ეს ახალ ნამკა გიო ზაგბანზე ხუმრობები დღეს. იცდილობს რომ მომბაძოს. მეთქინა. რა? აი ჩხუბად გიო, ეს ზუსტად ესე იმას ხარ. გიო! ნუ მჩქმედავე, არ შეგმედა, აი ესე გავუკეთე რა და არა, ესე ჩამა, ესე ჩამოვდე. გიო გაეთრი. ანა არ მოსულა? ვიშვება. კარგადაა ყველაფერი. გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩვენ ვართ რეფორმა სპორტ კლუბის წარმომადგენლები, პერსონალური მწვრთნელები. მე დიანა კონსტანტინოვა და ჩემი სუპერ კოლეგა ვერიკო ველაშვილი რეფორმა კლუბის პერსონალური მწვრთნელი და დღეს მოვედით, რომ ჩვენი მონაწილეები გავამხიარულოთ და დღე ხალისიანად დავაწყებინოთ. წავიდეთ. დაბძანით ხავას მოგდანით. აეროპორტები საკვები როგორც ხარ. ჩვენთვის ჯანსაღი საკვები, თქვენთვის არა ჯანსაღი, ყავა, ჩაი რა გინდა? ჯერ ჯობს, რომ ვივარჯიშოთ, ცოტა გავხურდეთ, მე ყველაფერი იქნება. წავიდა ყველა აუშიფრება თავდაპირველად საცა უნდა თუნა გავხურდეთ. არაფერი რთული, განსაკუთრებული, უბრალოდ მოდი ვიკავართ ჩვენად პირველი ვარჯიში რა იქნება. წავიდა ერთი ორი. ზემოთ სუფა. გადი მიშლიან ყელ ინტენსიურად და უფრო ენერგიულად ბავშვობა ზემოთ ამოსუფა. რატო აკეთებ? Ladies and gentlemen, can we begin? It's your collective adrenaline, soaking it in. Starting with the rhythm driven by the drum and the bass. You feel speed and you can come number one in the race. Feel the კალია, როი მოკალი, კალია. ახლა გაგაკეთოთ ილანდი, რო ის არის, შეტყონა არ დაგჭირდება. Cause I wanna rock and repeat. As fast as lightning flashes and hotter than a flame when fire catches. კარგად პრესის ხალხი და პრესი ჩავჭმეთ. პატრიკ. პრესი შეგვიძლია თუ ადაგებ. Break better pump the music till the pilot slip. მიდი რიო, მიდი. კაცი არ წინა Prime House-ი რიო. Don't stop this groove. Cause when the ცოტა უფრო ინტენსიურად და უფრო ტემპში. დაიწიე, ქალოთ. მომეგიო ნუ მახაბი. წავიდა. ჩასვა ამოხდება. აბავანიავებ. მაქსიმალურად გრძნობ. ლიზი არ გაგივარდეს, იმეს არ მოარტყა შენ კი. წავიდა. მეშინია, რომელიმე მაქედან არ მომარტყა, ან ერთმა ან მეორემ. გადავდივართ რაკავზე. როიანი იგებს.
როიალ ვითი ხარ მან დაძბული ვითი ეხდნობა იატა შენ გვერდგები? მოკლედ ჩემო მეგობრებო ეს არის ჩვენი პრაიმ ჰაუსის დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიში რომელსაც რეფორმერი ყოველდილი თუ არა რაღაცა დღეების განმავლობაში მოდის და გვამხრენებენ და გვავარჯიშებენ და ჩემი ბავშვები არიან ენერგიულები, მხიარულები და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულები. ინტენსიურად ტემპში. დავიდა. 2 3 ვის გაეპარა უკან? თბილისის ანძის განახლებული ვერსია. როიალი რა ხოძია? და დილით სულ ხასიათი არიან. მე ვიცი როიალი რატომაც აიგეთ ხოძება. და შენ რატო არ ხარ ხოძე? მე ჩემასაკში უკვე. всё, პატრიკი დაეცა გმირულად. ჩვენი დილის ვარჯიში მორჩა. დავედით. კარგად ბავშვებო. მშვიდობებით საინტერესო იყო თქვენთან სტუმრობა და გელოდებით. ჩვენ დარბაზში მარტო მაგითო უნდა იაროს ხალხმა რომ ესეთ ლამაზი გოგოები მადლობა. კარგად. აბა წარმატებები. მაკა მოგვიკითხეთ, მაკა. მაკა მოგიკითხეთ, ჩემი მაკა მომიკითხეთ. მადლობა თქვენ. ანი მოხვედი. მოვედი. გამარჯობა ჩემო მეგობრებო. მოვედი და გიბრუნდით. გუშინდელი რაღაცა მიზეზების გამო, ჩემი შვილის შეუძლოდ ყოფნის გამო, მე წავედი საღამოთის სახლში, იმიტომ რომ აუცილებელი იყო. და ძალიან დიდი ბოდიშს გიხდით თუ პრაიმ ჰაუსში ვერ გავატარე ერთი საღამო და ვინც შეწუხდით ჩემი ამბით, იცოდეთ რომ ყველაფერი კარგად არის, მოვაგვარე და ძალიან დიდი მადლობას გიხდით ესეთი ყურადღებისთვის. ანი როგორ ახარ? რა მოხდა ანი? კარგად არის. რა მოხდა? სითხე ქონა ცოტა. всё, მალე გამოჯამრთელდეს მაშინ. არ გეგონა შენზე იყო აი გუშინ ამბავი, რო გითხარი, მე სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობდი აქ საერთოდ. ნუ უცებ მომიწია გასვლა მე ვერ. ხო და მაგაზე არ გეგონა შენზე იყო ამბავი საერთოდ. ანუ უბრალოდ რო ვერ გავიგეთ ბავშვზე რა ხდებოდა მაგაზე. კარგად არის ყველაფერი? კი, კარგად არის. ძალიან კაი, ყველაფერი კარგი. მიდი გამოიცვალე და აუში გელოდებით. ჰოლა, კომესტა ესპანეთიდან ჩემო მეგობრებო, ცოტა ხანი ესპანეთში მიმყოფებოდი და დღეს დავბრუნდი პრაიმ ჰაუსში. ვაგზელებ თამაშ. მოკლედ ეს ღლიცინი და გართობა. პრაიმ ჰაუსში ცხოვრება გრძელდება, ანი დაბრუნდა სახლში და ძალიან გვიხარია რომ ანის შვილს ყველაფერი კარგად აქვს, ქონია თუ პატარა სიცხე. ვა, სალამ სალამ. რაშოვი? შერეშვები. რავი. როგორ არის ნატალი? კარგად არის. ხომ ერთმა არავის დააჭიროს რაიმე მიზეზის გამო პრაიმ ჰაუსის დატოვება, მაგრამ ნებისმიერ მონაწილეს რო დაჭირდეს და ეს სერიოზული მიზეზი იყოს, ან შვილი, ან დედა, ან მამა, ან ოჯახის წევრი, რომელიმე შეუძლოდ გახდეს და ეს საჭიროებდეს პროექტიდან რომელიმე მონაწილის გასვლაზე, არავინ არ ეტყვის არც ერთ მონაწილეზე უარს და მეც არ მექნება ვინმეს გასვლაზე პრობლემა. გუშინ საღამოს რო წავედი მე. რამე პრობლემა მოხდა მაგით შენთვის? არავისთვის არ მომხდა რა, ანუ აი როგორი რაღაცაა, იცი? გიორგიმ ხო თქვა ის რაღაცა, რომ თქვა რომ მე რატო არ ვისფერი, მაგრამ თვითონ გაგვეხსნა რომ სხვანაირად ვიგურნის ხმე, ანუ მე ვთქვიო რომ ნეტა ადრე ხო და ნუ რავი რა პრობლემა, არავის მით უმეტეს ახლა რატო უნდა შექმნა და რომელიმეს, იმიტომ რომ ვისაც დაჭირდა ოჯახური პრობლემის გამო ყველა გაგუშვის ვაფშე. ხო თან ბიჭო, უცებ მოხდა და ტელეფონები როგორც კი მოვიდა, იგივე გავიგე. შენც გავუშვი ხარ, მეც გავუშვი ვარ. და ვაფშე ყველა მონაწილე ვისაც რა დაჭირვებია, ეგეთი ოჯახური პირადი პრობლემა. ხო რა, მე ვერ ხვდები რატომ უნდა აწუხებდეს ჩემი პროექტიდან რამოდენიმე საათით წასვლა ვინმეს. უბრალოდ გარეთ იყო ესეთი კომენტარები მოწერეს, რომ ანუ მე არ ვიცი, მე აგონიაში ვიყავ ხა რომ გავდიოდი უცებ. ჩქარ-ჩქარა. და ნახდათ ვერა უხსნიდი ის რაც ჯერ არ ვიცოდი რა იყო. რო გავდიოდი ესეთი რაღაცა თქვა, თუ გასვლა შეიძლებოდა, მაშინ როცა ჩემი დედიკო ცუდად იყო, მეც გავიდოდიო. საუბარია იმაზე, რომ ანი ნაწყენი ყოფილა რაღაცა კომენტარებზეო. კიო? გორჯონ ბატონო. მე გუშინ ღამე რო გავედი, შენ რამე გეწყინა?
უბრალოდ მე რომ ცოდნოდა რომ ესე შეიძლებოდა წასვლა რაღაცა ოჯახში თუ პრობლემა, მაგაზე ვიძახითი რომ მე შენ საერთოდ არაფერს შუაში ყარ. ანუ დედაჩემის ამბავში მეც წავიდოდი წინათოს, იმიტომ სასწრაფო ყავდა გამოძახებული ოჯახს ამ ჰეითი კომენტარებისთვის და ჩემი მეგობრები მივიდნენ დასახმარებლად და მე ვერ მოახერხე აქედან გასვლოდა. მე არ ვარ პირველი ადამიანი, ვისაც დაჭირდა პროექტიდან გასვლა. და ვინერვიულეთ შენზე ვერ გავიგეთ, შენ შულს რასჭირდა, რო გეკითხებოდით ვერ გავიგეთ და მომენტი იყო რომ ანუ აქედან ეგრევე ტელეფონები რომ მომიტანეს, მაშინ გავიგე რა. და ეგრევე ვუთხარი რომ მეთქი უნდა გავიდე მეთქი, იმიტომ რომ ნატალი ძალიან სხვანაირად. ხო და ანუ ჩვენ ვერ გავიგეთ, რო გეკითხებოდით, შენ არ უპასუხობდი, რომ ანუ არ ვიცოდი ზუსტად რა იყო, იმიტომ რომ ერთადერთი გავიგე ნატალის ხმა მარტო მე. რომ აი ამას მეუნებოდა. კაი მეთქი ვსო, არ ნერვიულ მოვდივარ. მე ერთმა არ დაგაჭიროთ, მაგრამ თქვენ რო გახვიდეთ, მე არაფერს არ ვიტყვი ყოველ შემთხვევაში. კომენტარებს ვკითხულობდი რაღაცეებს რა, იქ ეწერა რომ ანუ ჩვენსას? სტრიმისას. ანუ ჩვენ არა ხო? ანუ სტრიმზე კომენტარი. არა, თქვენი არაფერი. უბრალოდ კომენტარები იყო ის, რომ ანის უნახავს ჩვენი გუშინდელი სტრიმი, როდესაც ჩვენ საუბრობდი და ალბათ ანი მიხვდა რომ არავინ არ არის ნაწყენი, პირიქით არის რაღაცა გაუგებრო, რომელიც მონაწილეებს არ ეხება, ეს იყო უფრო გარე ამბავი. გიორგიო გაგიშავა მაგაზეო რა. არა, ჩემზეც ისეთი კომენტარები იყო მაგ დროს სტრიმზე, რომ გიორგიო ჩააფრინდა ანისო, რაღაც ძალიან ცუდებს წერდნენ ჩემზე, ძალიან. გუშინდელ ამ საუბარს რო გეკითხებოდი, ისეთი ზიზღი წამოვიდა ისევ ჩემზე, ტონას ზიზღით წერდნენ და მლანძღავდნენ, რომ გიორგიო ეხლა გინანის ჩაუსაფრთაო, ეხლა რა უნდაო, ამ ბავშვს თავი დაანებს, რაღაცებს ძალიან ცუდებს წერდნენ. დღეს მიყვებოდნენ ჩემები. ხო, ნატალი კარგად არის ვსო. ძალიან კაი, ძალიან კაი. Quando Danina. Certainly, you see me leave, your ego makes you fall in love with me. Follow me and walk me back, but I got my eyes on the back, so better stay back from me. One for the enemies, just like the 70s. Niggas be calling me homie. When they go home, they count the benefits. Get back to the zone, get a fade, get along. Time for us to be alone, so you can know where I'm from. I get the bag and I'm gone. When I call you, pick up the phone, talking to me with the speaker on. Haven't told you that we're going out for the night, but tonight I'm trying to get some. I was on the low guessing how my future is gonna be, cause my future was depending on me. Now I pray for Lord's blessing, and it rained on me. Prayed and it rained on me. ნახე, აი ეს ხო თქოღო არის, რა მხელა. სად მოდიხარ ბიჭა? არა, მოიხსე, ხა დროზე, ვიც გაუგია, გაკეთებ ამ რაღაცების, ვერ აუსწაროთ, ნახე. აწიე, თავი რახჩის და თავს ვეღარ ამზევ თუ რა, ნახე. აუ ჩემ, არა, მეთკინება. წადი მაშინ, ნებიტო შენ. მიდი. აი, მიკროფონი პეტრიჩკა. დროზე პეტრიჩკა ამოიგე, გოგო პეტრიჩკა. პეტრიჩკა ამოიგე, კალო. Gai, gero gamichali, cha. Oh. Წყლის ის არის ლიზა კარგი. ძივა. ძივა დაბრუნდა. ეგრე არა ეს. ლაჩე ცხოვრებას უგუნდება. აი მე ბავშვებო ცხვირი დაგვეკარგა გესოს კარჩი. სათხედა ბავშვებო. დადარი კესოს ცხვირი ბავშვებო. გენიცელი. ფლირტი, იბზნობა ქიმია, თქვენ ქიმია. არა, კესოს უყვარს რო ეხები ხშირად. არაფერი ქიმია, მეგობრო, ჩვენ ციტანაკი. გეტყობა. გეტყობა რო გეხება, მაგ დროს ყველაზე ბედნიერი ხარ. ყველაზე მეც ცინის მაგ დროს, აი შეხედე უკვე იცინის. ეგრე გამოხატავ გიორგი, ანუ სიყვარულს გასაგებია. მოკლედ, ყველას გვინდა საჭმელი. იქიდან გამომდინარე, მამასახლის ვარ, ვერ ვასწრებ საჭმელის გაკეთებას, აქედან გამომდინარე, მინდა რომ ჩვენი მონაწილეები ძალიან სწრაფად ხარისხიანად დავაპურო, აქედან გამომდინარე. ვიღებთ კლაბურგერ 6 წალს. ხო 1 2 3 4 5 6 კლაბურგერი, 6 შაურმა დიდი, 6 ქათმის შაურმა, კიდევ, იმიტომ ძალიან მშია. ფიფქი 90, 90 ვრეკავთ.
და ვუკვეთავ ჩვენ შეკვეთას, რომელიც მოვითხოვე მე რომ ბავშვები დავაპურო და იყვნენ კმაყოფილები და ჩემი პატარა სუგალიზით ცოტათი გავიდეს ამ ბავშვში. ფრის მაინც ვაჭმე. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ ესე იგი თქვენთან არაერთხელ ვრეკავთ, იმიტომ რომ Prime House-ი თქვენ გარეშე ვერ ძლებს. ესე იგი შეკვეთ მოემზადეთ, აიღეთ ფურცელი და პასტა, ძალიან დიდი შეკვეთა გვაქვს. ისმენთ. კარგი პედაგოგია თქვენი შეკვეთა გაგიმეორებ, ბავშვები იქნება 8 შაურმა იქნება დიდი, 4 იქნება ცხარე, 4 უძიტაკო, დამატებით 8 ქათმი შაურმა. დამატებით 3 შაურმა პურში ყოველთვის. 12 ფრი. დიახ. რაკვალის სოუსი, 8 კეჩუპი, კონდენსერი, დიტაკები, 14 კილა ყოლა, 14 კილა ლუდი და 4 ნაგეთ შაურმა ლავაში, ესეც ყოველთვის. კი, ძალიან დიდი მადლობა და ესე იგი კიდევ ერთხელ соусები არის, ყველის და კეჩუპის соусები არის, ხო ესე იგი? ნაგეცები გააქვთ? ალო? არ გათიშულა. ალო? ეს ცხოველები ვინ არიან ამ Prime House-ში? ეგენი შეჭამენ ყველა. ისმით ჩემი ხმა? ეხა ისმით თქვენი ხმა. ისმით, თქვენ გესმით? ძალიან დიდი მადლობა კლაბ შაურმას იმისათვის, რომ ესეთი კარგი მომსახურება და გემრიელი საჭმელი. Instagram-ზე შევდივართ live-ში, სადაც იწყება ისევ ჩემი ბულინგი, ჩემი ოჯახის მიმართულებით, იწყება დედის გინება და სადაც ქვემოთ იწერება ანის გულშემატკივრები. ანი უნდა გაიმარჯოს შენ, ნუ მაგინებთ, ანის გულშემატკივარს მოგიწოდებ და ანი მოუწოდე შენ გულშემატკივარს, ნუ მაგინებენ, ნუ აგენიებენ დედაჩემს, ჩემ ძმისშვილებს, ჩემ შვილს. ეხა პირდაპირ მოუწოდე ლაივია. მაინტერესებდა როდის მოუწოდე, ეხა მოუწოდე, ეხა მაგინე შენ გულშემატკივრმა ისევ დედა. ჩემო გვირგვინოსნებო, ესეთი რაღაცა არ გავაკეთოთ, ჩვენ არ გვეკადრება ესეთი რაღაცები. და ბევრჯერ მაქვს მე ნათქვამი და ყველგან არის ეს ფაქტი, ეხა მოხდა იგივე ფაქტი. რაზეც ვსაუბრობდი? ანის გულშემატკივარი მაგინებს დაუსრულებს და შეურაცხყოფას აყენებს ჩემ ოჯახს. ეხლაც იგივე ფაქტი მოხდა. აი ამ ადამიანის სახელით მე გიხდი ძალიან დიდ ბოდიშს. კესო, მოდი, შენ ითხოვენ, შენ თავს, ჩქარა, მუმია ადგა. მოდი, ჩქარა, მოდი. მუმიას განა. მუმია მოვიდა. მე კი ვიცი რომ ჩემი გვირგვინოსნები და თავსაც დავდებ რომ ჩემი არც ერთი გვირგვინოსანი არ იკადრებს იმას რომ ვინმე შეურაცხყოფა მიაყენოს, იმიტომ რომ ისინი არიან ჩემი ყურებით დაკავებულები და დარწმუნებული ვარ რომ ცუდს არ იკადრებს არც ერთი, იმიტომ რომ ისინი არ არიან ცუდები და არიან კეთილები. და თუ მოხდა ისე რომ ვერ გავარკვიეთ რაღაც სიტუაციაში და რაღაცა SMS-ები წამოვიდა და კომენტარები ისეთი რომელიც მაგალითად რომელიმე მონაწილეს გული ატკინა, ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი პირველ რიგში ჩემი გვირგვინოსნების სახელით და ჩემი გულიდან ამოსული სიტყვა მართლა ეს რომ ძალიან დიდი ბოდიში თუ ვინმე ჩემმა გვირგვინოსანმა დაწერა რომელიმე მონაწილეზე ცუდი. და ამას ქვია პირდაპირ იქიდან გამოვიდაო. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ, აბა კარგად ბედნიერად. ბავშვებო! მოდით! მოკლედ ხედავთ მე და გიორგი. გიორგი მაჩვენებს ვიდეოებს. ანის ესე ვთქვათ fan page-ი. მეგობრებო, რომ ჩემ აზრს თუ გაითვალისწინებთ, მე მგონი ჯობს რომ Facebook Prime House-ის ჯგუფში ოღონდ როგორ იცით, აი ხაზი ვარ გავუსვათ იმას, რომ აი ანის გულშემატკივრები ვართ გესმის, აი რაღაცნაირად ისე რომ დაიდეს და ანის მიმართ არ მინდა რომ ბულინგი წამოვიდეს გიორგისიანებისგან გესმით? ანუ იმას გულისხმობ, რომ ანის არ დაიძაბო. კურთიერთობა კიდევ გიორგის მხრიდან, თუ აი შენი მხარდამჭერები აღწევენ და შენი მხარდამჭერები ლაპარაკობენ და დებენ ვიდეოს ფეიკებიდან რომ აყენონ შეურაცხყოფები. ჯგუფით, არა, ერთით ხალხმა ერთითამი. არა, ეს არის ჯგუფიდან, ანის გულშემატკივრების ჯგუფიდან. ანის fan page-ებზე არის გიორგის მიმართ უამრავი კრიტიკა და სიძულვილის ტექსტით გამოხატული მესიჯები, გიორგი ბრაზდება ამაზე. არა, ეხლა გავაჟღერ სტრიმზე მოისმინა ყველა.
ვისი ჯგუფიდანაა და რა შემოტევები ხდება. რო გაუბაზრდა ჯგუფი. გაიგე ეს ამბავი, რომ გაუბაზრდა ჯგუფი დაუშლია თურმე. ახალი ჯგუფი გააკეთეს ახლა. ტელეფონი შემოგვიტანეს. უცებ ისმის ხმაური, ჩავხდეს სტრიმი და გიორგი იძახის ესეთ რაღაცებს, რომ ჩემი გვირგვინოსნები გიორგის ხარეს წერენ ცუდ კომენტარებს. გიო ჩემს გვირგვინოსნებს ვუთხარი ბოდიშიც მოვიხადე სტრიმზე გავიდა იმ ჯგუფიდან ხმოვანი შეტყობინებები და მიმოწერები, რომელიც იყო გადმოგზავნილი ჩემთან, საიდანაც ირკვეოდა, როგორ უნდა დაეწყოთ მორიგი ჰეითი ჩემი მიმართულებით, ოღონდ უკვე ფეიკი გვერდებიდან. ამას ყოველივეს უყურებდა ანის სტრიმზე და შემდგომი გაგრძელება უკვე ყველამ ნახეთ. ერთი წამი ჩაგი. და ყველგან ჩემი ფეიკელები არიან. ჩაგი, შენი ისა ანის გულწრფელი. რაში ჭირდებათ მითხარი? ანის გვირგვინოსნების პეიჯი. ფეიკ ანუ Facebook-ებით დავდოთ Prime House-ის ჯგუფში, ოღონდ როგორ იცით, აი ხაზი ვარ გავუსვათ იმას, რომ აი ანის შემადგენლები ვართ გესმის. რა მოусმინეთ? ანის მიმართ არ მინდა რომ ბულდინგი წამოვიდეს გიორგისიანებისგან გესმით? ანუ იმას გულისხმობ, რომ ანის არ დაიძაბოს სიტყვით. არა, ეს შენი ჯგუფის გვერდია. ვიცმენდი, ვერ ვიგებდი ვინ რას ამბობდა, ანუ იქ ძალიან ბევრი რაღაცა იყო ახსნილი აშკარა და მე ამერია ტვინი, რაზე ამერია ტვინი, იცი? ვისი ხმა იყო ისიც არ ვიცი. ვისი ვინ მიწერა ისიც არ ვიცი, ვისი ვისაში იყო ვერ გავიგე. გიორგის ხელში უჭირავს ტელეფონი, მივტკიცებს რაღაცას. ანის გვირგვინოსნების ჯგუფის გვერდია. ლაპარაკობენ და დებენ. ეს არის შეიყო ჩემიანი შესული, რომელმაც მოახერხა ამის კრიტერიები გადმოტანა. აქ სულს რამეს ამბობენ? როგორ არა? ფეიკი გვერდებიდან რომ ლანძღონ გადმოგზავნილია მიმოწერები ამ ჯგუფებიდან. შენ, როდესაც შენ შულზე იყო საუბარი, წიხლით შეხვედი მონაწილესთან და აიძულებდი, რომ ჩაერთო ლაივი და ამაზე გაეკეთებინა კომენტარი და არაერთი კვირის განმავლობაში ამაზე ქონდა საუბარი. როცა მე და თეოს ქონდა პრობლემა და რაღაცა რო ავედი, მე იმ წუთშივე, როცა სადაც არის ეს გვერდი, მივწერე, რომ გეხვეწებით მეთქი ესეთი რაღაცა არ გავაკეთო და ბევრჯერ სტრიმზე, ცალკე კამერებში რომ მეუნებოდი რას ელაპარაკებიო, მე მაგ დროს მაგებს ველაპარაკებოდი, რომ ჩემი გვირგვინოსნებს მოუწოდებდი იმას, რომ გეხვეწებით და გემუდარებით მეთქი. არ მინდა ეს რაღაცა ძველი ისტორიით, მე დღევანდელ პრობლემაზე გესაუბრებდი, რატომ მიყვები? შენს თეონა რო გამიხსენი, იქიდან დავიწყე საუბარი. მარტივი შენ შეუვარდი წიხლით, იმიტომ რომ შენ შვილს შეეხნენ და როდესაც ჩემ შვილს შეეხნენ და თურმე მე შვილი ბიჭო, მე მოუწოდებ თქო და რა გავაკეთე ახლა? არ ხოლია, თურმე ეხლა გამახსენდა მე შვილი. ეგ მე რა შუაში ვარ. შეურაცხყოფილად რომ უძნობ თავს რაღაცის გამო და მე ხედავ რომ ანუ ჩაოლებრივი მომენტია და მაინც ბოდიშს ვიხდი იმის გამო რომ რაღაც დაძაბულობა არ მოხდეს და ვიღაცამ რაღაცა ბარიერი არ გამიკეთოს, იმიტომ რომ ფეხი წამოვდო და ამ ჭაობში ჩავარდე, მე თუ მაქვს იმდენი ფიქრი იმის რომ შემიძლია დავუდო ჩემს გვირგვინოსნებს თავი რომ ვიცი რომ არ მომეჭრება, მაშინ იმის მომენტიც უნდა მქონდეს მე და საშუალება რომ როცა გიორგი ლაპარაკობს ელემენტარული მომისმინოს და გავარკვიოთ ადამიანურად და ერთი და იგივე სიტყვებით ნუ მომკავს როგორც იძახის ხოლმე მე რა თორე რა ერთი და იგივეს რო ამოიჩენს ეს არ არის საუბარი შენი გულშემატკივარი წერს ამას 4 დღის შენი გულშემატკივარი ბევრად მეწერს შენი გულშემატკივარი არ წერს ანის ოჯახს ესე და გიორგის გულშემატკივარი დედა ჩემსაც კი წერენ არ წერს შენი ფეიკი გვერდებიდან რასაც აგორებენ ფეიკი არა ნამდვილი გვერდებიდან წერენ არავინ არ წერს არავინ მაშინ შემომივარდებოდი წიხლი შენ ეგ ყოფილი სისულელეა რატო წიხლით შევარდი შენ შულსო შეხვენ რატო ჩემთან თეოსთან მე სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა და გიორგის ოჯახის წევრისთვის არ მემიწერია და ჩემი არც ერთი გვირგვინოსანი არ დადგება და გიორგის რომელიმე ოჯახის წევრს არ მიაყენებს შეურაცხყოფას, როგორც მიაყენეს დედა ჩემს შეურაცხყოფა. არავის არ აქვს მიაყენოს შეურაცხყოფა დედა ჩემს იმის უფლება, რომ ესეთი რაღაცები მიწეროს. ეხლა რაც ხდება ჩემი გულშემატკივარის მიმართ რაღაცების დაბრალება, ეს არის სრული სიცრუე. ყველა მიცის. 4 დღის განმავლობაში. მოდი რას ვიტყვი რა. მოდი ძალიან დიდი აგრესია. შენ არაფერი არ გაგიკეთე. არ გაგიცის მაყურებელმა ყველაფერი. ეს არის შენი გამართლება, ანი? რა გამართლება, ბიჭო, ბოდიში მოვიხადე მეთქი და კიდე მეუნები. მოიხადე, როცა გაიძულე. არა, მე მანამდეც ვიძახდი. Instagram live-ში დედა შემაგინა გულშემატკივრმა, რომელმაც დაწერა ანის გულშემატკივარი, რომ გითხარი, ანი, აი ეს ხდება 4 დღის განმავლობაში და ეხლა დადებდი. ბოდიში მოგიხადე, არ მოგიხადე იქვე? იძულებით მოგახტევინე ბოდიში, მე ახვედი კამერებთან დაიწყე ლაპარაკი.
გიორგი მაგალითად რო უნდა მოსულიყო ჩემთან აი ეს სკრინები ხა როგორც მანახა წესიერად აეხსნა ჩემთვის და ინახებინა ეს სკრინები ალბათ დღეს გამოგგზავნეს და არ ვიცი მაგრამ შეეძლო მოსულიყო გიორგი და როგორც კესოს ანახა და ანახებდა ნახე და კამერებში დადიოდა და აქეთ იქით ლაპარაკობდა შეეძლო ელემენტარულად ჩემთან მოსულიყო და ყურით ვეთრიე და ახე გოგო რას აკეთებენ მაგრამ რაც არ ვიცი და ესე აჟღერებ გიჟივით ეგრე სად არის და ბოდიშებს რო ვიხდი აქ ესე კი არ არის ინიას ბაღი იმდენი რაღაცა გვაკავშირებს მე ვერ მოხვედი და ვერ მითხარი ბიჭო გოგო მოდი აქ ნახე ესე ამას რო ანახებ მე მანახე ბიჭო რაღაც გვაკავშირებს ჩვენ პროექტში რომ მე მეგონა რომ შენ ეგრევე გექნებოდა რეაგირება ერთი რამ დაიმახსოვრე შენ გულშემატკივარმაც ამ ჰეითით ვერ მოიგებთ ეხლა რა გააკეთე იციანი წადი ნებისმიერ კამერებში რაც გინდა შენთვის ისაუბრე უბრალოდ შემithხოვნა აი დღეს ამ წამიდან ჩემ სახეს ნუ ღარ ახსენებ იმიტომ რომ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. Arrivederci, my friend. მე და ანი დღეს ამ ყველაფრით დავასრულეთ და დაუსვი მე პირადად წერტილი. იმედია ანიმაც დაუსვა წერტილი და კადრს მიღმა აღარ იქნება რაღაც საუბრები. გიო, გინდა არ გინდა, მე შენზე საუბარი ხანდახან მომიწევს. კაი დედა, მოიცადე? ტრიმს უყურებდა დედა ჩემი და ეს ყველაფერი რო დაინახა, ამოვიდა ქალს ბოლო-ბოლო მოიცადეო ეგრე სად არისო? კი რა, მე ეს პროექტის გამო ან რამის გამო გიო არ მაინც ტელეფონზე დედა ჩემი რეკავს. დავამთავრეთ. დედა ჩემს უნდა შენთან საუბარი. დავამთავრეთ ყველა. არ მინდა ეს სპექტაკლები, ანა დავამთავრეთ სპექტაკლებს გაეშვი. დედა ჩემისთვის დაგერეკა და ბოდიში მოგეხადა სასტრაფო შენ გულშემატკივრად გამოგამოწევ. შენ არაფერი არ გაგსა ბოდიში, შენ არაფერი არ გაგიკეთებია. მიეცი ტელეფონი ეჭ დაველაპარაკო რა. და შენერ და დრამებს ვიდგავს კარგად თასად. მიეცი გამოაქვს. არ მინდაო, გინდა თუ არა არ მინდაო ლაპარაკიო დედა ჩემისთვის დაგერეკა ბოდიში მოგეხადაო. ანის დედასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, იქიდან გამომდინარე რომ მე არ ვთვლი რომ ამ პროექტის შიდა ამბებში უნდა ერეოდნენ ჩვენი ოჯახის წევრები, ვთვლი რომ ძალიან არასწორი იქნება, მით უმეტეს უდესაც ადამიანებს არ ვიცნობ. ძალიან დიდი ბოდიში. არ ვიცი რატო უნდა მოვიხადო, მაგრამ მოვიხდი. ბოდიში მე რომ მომწერა და რომ გამატახსირა. პირადად მე მით უმეტეს. მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. ეხლა შემოდივარ Facebook Live-ში იმის გამო რომ არაერთი ჰეითია წამოსული ჩემზე. გადმოგზავნილია უკვე არაერთი სკრინები იმ ჯგუფებიდან, სადაც ეწევრიანდებოდნენ ადამიანები ფეიკი აკაუნტებით, რომელიც ეხლა სტრიმზე გავაჟღერე, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ რომ დარაზმულიყვნენ და შეურაცხყოფები მოეყენებინათ. დედამისა შენ ატაგირებავს და არ მიგიწერავს არაფერი. და მაგის ოჯახის წევრებმა მე მომწერეს მაშინ რაღაცები. მაგას გამოვაგზავნე ხა და აჩვენე და სააკითხე. ეს იყო ერთადერთი ჩემი ბოლო საუბარი ანისთან და ჩემი თხოვნა მე და ანის ერთად ნუ მოგვიხსენიებ, იმიტომ რომ არაფერი ჩვენ საერთო აღარ გვაქვს. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყველას. ძალიან მიყვარხართ, გემშვიდობებით. აი პროდუქტი მოიტანის მამასახლისი ვარ, უნდა ამოვალოდო. ალო. ხო, გესმის? არიცი რაზე ვარ ძალიან წყანი. არა. ანუ გუშინდელ შენს საქციელებს შეხედა და მიხვდები. მითხარი ხო? პირდაპირ. ანუ გუშინდელი გადაცემა ვნახე და ძალიან ნაწყენი ვარ. არ ვიცი რა იყო და მითხარი ხო? არა ესე ვერ გეტყვი ახლა ხალხთან ვარ და მაგას ვერ მეთყვი. სად ვიყავი? და ძალიან მეწყინა და ხო. რაზე გაკაფარები? საწოლში იყავი. რა სად ვიყავი? საწოლში გოდვი. ჰა? ვერ ხვდები ხო კიდე? ვერა. კაი, ძალიან ნაწყენი ვარ, მართლა ეხლა არ შემიძლია. აუ, მომწერე რა. მე გამარჯობა, მე ვარ ვიკა. დღეს მოვედი რა სიურპრიზი გავუკეთო ჩემს შეყვარებულს. იმედია ტყუილზე არ გამიბრაზდება. გაბრაზებული ვარ, მოვატყუე ვითო და შევიდეთ რა ძალიან მინდა. მოდი გაკოცე მაინც მე მოგესალმები. გამარჯობა მე. ეს დიდი სიყვარულია. არ დაიძახ და არა ვარ შემოვალ და შემოიყვანეს.
მოდი იგულავე გოგო შაურმები. აუ რა მაგარი რაღაცა მოხდა ხალხო. აი ცოტა ვეწყენი. მოდი შაურმები კლაპსენჯი დაპატიჟე შენი გოგო ეხა მოდი. არ მჯერა ვაუ მოხვედი. პატრიკი სად არის? არ არის? პატრიკი არის ექიმთან თავის იმაზე. მოვა ხო? ხო, ერთ საათში მოვა. რამდენი ხნით ხარ? შუაგამბა. ხორგაცხინა პეპე პატია. არა, მიჩვეული ვარ, ყოველთვის ეს ფილმს მიჭამდა. აუ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იქ შემოვიდე მართლა რაღაც თირილის ხასიათზე ვარ ცოტა, მაგრამ არ ვიტირებ ახლა თქვენს. აი მუსიკაზე წავიდა. მიჭა დამეკრა. Hey girl. ამერიკავს ჩემი შეყარებული და რაღაცა იმს მეჩხუბე ბოლოაზე. და ცოტა ხანში შემოდის. ნახე რა მამაზი. შეხედე რა კოკო. აქედან აიღეთ ეხლა გეჩუბები რაღაცა. არა მინდა რა. მომოტყუა რომ რაღაც გაბრაზებული ვარ შენზეო, გუშინ რეებს აკეტებდიო. საათი ვიყავი რა საერთოდ გადაცემა. რაღაც საცოლში ვიყავი თუ რაღაც პატარა ბავშვი ხარია რომ შემოვიდე. ხათმი. აბა ვერ ჩამოვიდვარო. მომოტყუა რა იყო. სამსახლი განახო რა. ეხლა მივდივართ ექსკურსიაზე. გონია რომ ნამყოფი ვარ ბევრჯერ. რა პატარა ეს ოთახი. თეობრუნდი ჩანს? ხო. ეს არის შენი ტანსაცმელი, ეს ის ნასკები, ის ტრუსიკები. დარჩებოდი ჩვენთან ერთად? კი. მეორე სეზონზე. ძალიან მომწონს. მე ზამომწო ხარ. მე მგონია რომ ცხოვრობდი აქ და გამაგდეს მე. აი, ამასაც აქვს ნახეთ, ჩემნაირი პექსაცმელი. დანახავ. ჩემი სტილნი გოგო. ერთი სული მაქვს პატრიკი როდის მოვა. ხო, აი პატრიკი ზედა არასდროს დროს გავიდა როგორც იცის ხოლმე. ხო, მე საღამომდე აქ ვარ. საღამომდე აქ ხარ? კი. საღამო ანუ გვიანობამდე. რო გამაგდება წავალ, მე ჩემით არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ უნდა დავჩაკ. კესო, ცოტა აქანე დავდგავ სტენგას. აუზში როგორ უნდა წახვიდე? აუზაში. აუცილებელი პროცესია თუ რაღაც პროცედურა რომ აუზში უნდა ჩახვიდე აქ რომ ხო? უნდა მოინათლო. კარგი, მაშინ გამოვაგზავნინებ. რას გამოვაგზავნინებ გოგო მაქვს ძალიან კარგი საცურაო კოშტი. ესე იგი მოგცემ. რა, მალინის ფერი აბა ძალიან რა. ლამაზესი. განახალ? მანახე კი. მე ვითხოვ მე დავატებით ტელეფონი შემოტანას. აიმე როგორ უყარია, აიმე როგორ უყარია, ვაი. ანუ რა ჰოთია? ესენი რო ამოვიდა შეიძლება. ამოიღე და იყიდე. მეთქი რამე არ გამოგიჩნდეს. მეთქი მოიჭირე კარგად. მე რამე არ გამოგიჩნდეს, თორე აი ოიალ. გოდერძი ხარ ეხა იმენა. ცოტა მანერვიულობ, მაგრამ არ მინდა რომ დავაკომპლექსო, არ მინდა რომ ცოტა ისე, ან მინდა რომ თავისუფლად იყოს, გაერთოს. просто ხო ხდით. ვერ ვისვენებ. არც აიქცე ბეიბი. არა. ნახეთ რა ლამაზია. ჩაიცო კუპალნიკი ჩავიდა. თომ არიცოდი შენი აფერის. არიცოდა. ფიცა თუ მართლა არ ვიცოდი. საიდან უნდა გწოდე? აი არ ვიცოდი. არავინ არიცოდა. დავბრუნდი ექიმიდან და როგორი სიურპრიზი დამხვდა სახლში. ვიკიტო. ნუ საყვარლესი არის ვიკა. და რავი, აი როიალს რო ისეთი სიურპრიზი გავუკეთეთ, ძალიან კარგი არის და ძალიან ბედნიერია ბავშვი და ძლივს არ გაიხარა ბავშვმა. რა? კაი, ვირუჯები მზეს ნომიჩრდილო.
მოკლედ ძალიან მიხარია რომ შემოვედი აქ. ძალიან გახარებული არის ჩემი შეყვარებულიც რა იყო ბები? ასე კეთებ, მონაწილე არ ხარ. წამო. ცოტა ხანი ვიქნა. წამო ბები. მინდა მონაწილეობა. მეორე სეზონზე მოხდა, წამო. მივდივარ ჩვენ რანჩოზე საცხენოსო კლუბში იმისათვის რომ გადავიღოთ ჩვენი ახალი სერიალი, რომლის პირველი სერია დღეს შედგება და Prime House-ის მაყურებელს ვეთქვით რომ სასწაული სერიალი გერით ჩვენგან. მოვედით ერთი წამი, გავა. მოვედით საცხენოსო კლუბ სპირიტში და ჩვენი სერიალის პირველი სერიის გადაღებები იწყება აქ. Tadam! Promo ეთერში. ¿Quién es ese hombre que me mira y me desnuda? Una fiera inquieta que me da mil vueltas y me hace temblar, pero me hace sentir mujer. ნორმა, სარიტა, შეხედეთ როგორი დასალოკე ბიჭები მოდია. მოვედით ახლოს. მოვედით ჩვენ გოგოებთან. ის ცხენებით ჩემია. შერამელი მოსწრომელი. გედაახმახი? დავიცნობ დღეს. არ გაუშვა. და დავლოდა. ჩვენი ჩემპიონი ულაყებით არის. ულაყებით არის. ჩემი როგორი სექსუალურია. ის მეორე ტყავებში შენია. დალოკავდი? დიდი სიამოვნებით. გოგოდებო, ნორმა. დედა? ნორმა, ხიბენა, სარიტა, ვის უყურებთ? არავის დედა. ბიჭებს დედა. რომელ ბიჭებს? ჩვენს ახალ მუშებს? მამა პარტია ჩემი ხარდა დედა. ნორმა, ხო გითხარი, მიდები მეთქი. ხوان, ნახე როგორ გვიყურებ. ო, ფრანკო. ნუ გავიწყება ჩვენ რეიესები ვარ, ჩვენ არ გვეკადრება ესეთი ქალები. ლამაზი ქალები კი არა, მაგენი იქნებიან ქალაქელები. ნორმა, შეგიყვარდა ხუანი? შემიყვარდა. რატო უგზავნი კოცდებს? დედამ რო დაინახოს, ხო იცი რა რეაქცია? მიყვარს რა ვქნა. საღო მამა მისის პუნჩს რა გოგოები დახატა? აბა, ერთი ფუნჯით სამი ესეთი ლამაზი ქალი დახატო? აბა, მოდი გავუტრენჩი ცოტა. მაგრამ ის ქერა როგორი კარგია, ის დიდი თავი რო აქვსოდა? მე ის მომწონს, სარიტა. სარიტა, შეხედე იმ ტყავი ამბებს. უნდა წავუმღერო ერთი. მამა შენი ვერ სადანა ახავს, ჩემსთანა სიძესა. როგორი აგზნებული გოჭივით არის. ისეთი ბიჭია დაგაყეფინებს. уда ზურნა გალო შენ ჩემი ხარ. ნორმა, შენ ხუანს უეჭველად უყვარ ხარ. მეც ესე ვფიქრობ. ნახე როგორ გიყურებს გაეპრანს. Que me gustan, con mi voz yo la voy a conquistar. ნორმა ჩემი გახდები. ნორმა სიტა ჩვენ ერთად გავიქცევით ახტით ივაზე. და გინესიანი გეგვიტუნება. ყველაფერს გავაკეთებ ლომბარდში ჩავაბარებ ოქროს რო ერთად ვიხო. შემო პატარა. ჩემო ძილი. შემოლამაზო. ნორმა! აიმე! გაბრიელა, ჩვენ ვიცოდი, ჩვენ არ გვიდოდ ამის. რა ხდება? არ გვიდოდ ამის დალოყვა. არა, გაბატონო, ჩვენ ვიცოდი. ვიცოდი მე. არ ვიცოდი. აი. 98 სერიის დასასრულად. მეგობრებო, ეს იყო ის საოცარი სერიალი, რომელიც თქვენ ახლა ნახეთ, იმედია რომ გაგრძელება ექნება. საოცარი იყო გადასაღებ მოედანზე მუშაობა, საოცარი იყო მსახიობებთან მუშაობა. ხوار გეცნობი შემთხვევით. აქ რა მოგიყვანა შემადლიანო. შენ დუბაიში უნდა იყო. მოკლედ მეგობრებო, ელისონდოები და რეიესები ისე ბრუნდებით Prime House-ის რანჩოზე. ძალიან პოზიტიური განწყობით მოვედით.
მაგრად ვიჭენავეთ. ვიყავით იპოდრომზე, ძალიან კარგი დრო ვატარეთ და რაც თავარია, დავიწყეთ Prime House-ის სერიალი, რომელშიც ღებულობთ ყველანი მონაწილეობას. და გეტყვით იმას, რომ ნახევარფინალია, ყოველდღე თქვენ უნდა დაარეკოთ და ამესიჯოთ, რომ თქვენი 3 მონაწილიდან აერჩიოთ თქვენი 2 ფავორიტი, რადგან ჟიური უკვე აღარ ტოვებს არც ერთ მონაწილეს. მოკლედ, მე ვარ გიორგი ნაძღაიძე და ეს არის Prime House. მონაწილეობა არ მივიღე სერიალში, იმიტომ რომ არ მინდა გადაღება. მეტი არაფერი. რატო ხარ უხასიათოდ? ხარ ვარ უხასიათოდ. ისე მე მგონია, რომ ანუ უმეტმა დაქტოვს პროექტში. მაგრამ თუ შენ გახვედი, მგონია, რომ პროექტი მოიწყოს. მე მგონია, რომ თვითონ შოუს დააკლდება შენი გმირი. ეგ რა თქმა უნდა. თანო შეიფერ. არა, ისე მგონია, მე არ ვცეხე ცუდ ვარიანტში ვიძახი. რატო ხარ უხასიათო? მე გაწყანა. ცოტა ხნით ვარ შემოსული, რატომ მებუტები? არ გიბუთები, ხასიათი გამიფუშა შერაშოში. ჩემ გამო მერე. და მე ვარ დამნაშავე? ჩემი დასასმენი. ой. მორჩი, ხო? მაპატია. მიდი მეორე შედე ხა. პეპი. მიდი წავიდეთ. მაურა მე და. დაიტავი შეიკავეთ, ხო? თუ ცოტა ვერ იკავებ. შენ ვერ იკავებ თავს. არა, შენ ვერ. თავ შეუკავებელი ბიჭი ხარ, ანუ არ მინდა რა ეს. მოდი ვინ უფრო ვერ გაძლევ და ვინ პირველი შეეხება. აი ბრატ. მე აღარ შეგეხები. Вообще? Вообще? გიჟდები შოუ პროგრამით რო ხართ? თავს ვერ იკავებ, ხო? ვერა. მე კი. კი, მაგრამ შეგაკავები ნაგინდა. 132 სერიის დასასრულნი. დავედით, აღარ არის დრო. არა, მაშინ ეზოში მოაწყვეთ. წამოდი, ვიკა, კაბაა გასაკეთი. ლიზა, სკამეს მოგიდე ხელი. როგორც იქნა როიალმა აგვიხდინა ოცნება და ვიკას ხელი თხოვა. აიმე, ყვავილები. აიმე, ყვავილები. ყვავილები. და კონცერტებალის და წავიყვანეთ პატარძალი მოსამზადებლად. ჩავაცოთ. თეთრი კაბა მაქვს, მაგრესად ექნება. აბა მე დავანახოთ. ეგ ჩაიცვი შიგნიდან და მაგას გავუკეთოთ შლაიფი. მოგოს მეგობრებო, ესე უცბად გადაწყდა რომ როიალის და ვიკას ქორწილი უნდა მოიწყოს და რა თქმა უნდა მე და ლიზას ხელში ავიღეთ თვითონ პატარძალნი, საოცარი კოსტუმი ეცმება პატარძალს პირდებით. არ შეიძლება პატარძალის ნახვა იქამდე სანამ არ ჩაიცვავს კაბა. 500 კაციან ქორწილს ვაკეთებთ. თევზი და თვითონ ის რა ქვია ბრინჯი არის ანაზე, თავი კაცი არის გიორგი, გოგოს მხრიდან იქნება 450 კაცი, ბიჭის მხრიდან 50 კაცი. ვიკას და როიალის ქორწილი. ხო და მოდი. მოდი შენ უნდა მოიყვანო ვიკა ჩემამდე. კაი რა. წამოდი. ქორწილზე პატიჟი გოგო ვარს მე უნდა. ნუ რა. ქორწილი არა ის. მოკლედ, კაბა ძალიან მოუხდა ჩვენ პატარძლუკას და ეხლა ფეხსაცმელი ჩაურჩე. ძალიან კარგად გამოდის ყველაფერი. იქვე როიალიც იპრანჭება, აქეთ მე და პატრიკი ვიკას ეს ბრანჭავთ, უკეთებ მაკიაჟს. მოდი აქ, მოდი აქ. მაწამებე. სიძე გამობრანჭე პირადად მე ვიზრუნე, მოდი გაგიკეთო ზაბუნკები. სიძის გამობრანჭვაზე ჩაცმულობაზე ვიზრუნე მე და დღევანდელი ღონისძიების პადრეც ვარ მე. სასწაული ქორწილი გველოდება მაყურებელს და ყველას ერთად. შემდგომ გაგრძელდება ეს ღონისძიება თავისი ჩამასმით. თავიდან უნდა მიხვიდეთ გადაფარებულ.
უკვე ვალამაზებთ ჩვენ საქორწინო ტერიტორიას, სადაც უნდა პატარძალი შემოვიდეს, სიძე დავხვდეს. მეიქაპი მზადკა. 600 ძრო ხარ, გადავიხადე. რა? 400 ცხელი. რაში შვილო ჩემო, 600 ძრო ხარ რაში? ცოცხალი მომეყარა. მოდია. ავარა, ტუალეტის ქაღალდს მაფა. არა, ნახე რა ლამაზად. არ მოიცა ერთი წამით. ნახე ხა, ჩაიხე. არ მინდო. არა, იყოს ეს ერთი წამი. შეხედე ერთი წამი. არ შევხედე. შეხედე. ტუალეტის ქაღალდს არ გავიკერე. აუ ვიკარანაირი ხარ. რა გჭირს მითხარი რა? არაფერი. ხო, არ ვარ უხასიათო, კაი ხასიათო ვარ ძალიან. არ გიხდება ეგეთი მოწყენილობა. მოდის! დღეს მაქვს ქორწილი, ცოლად მივყვები Royal Godwin ჩემს ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს. მე შინია რომ არ გამექცეს ქორწილიდან. შვილო ჩემო, ნერვიულობ? ნერვიულობს მამა. რა ვისია, ქალი, ლამაზი. ის ქალი, სახელად ვიკა როისია. ეკი ვიცით. ჩვენი მუხტელი არის ბატონი ნაზღაიძე, რომელიც გამოიყურება როგორც ყოველთვის ელეგანტურად. რო არ მოუწონ უარი რო თქვას. რო გადაიქცეს პრობლემა, რა ჩვენი ბრალი რო იყვაზინებო. აი, წავიდა. ვაიმე, კაი რა. წავიდა. ნა რა 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 რა. ბრავო! ბეიბი რა ლამაზი ხარ მართლა. ვიგასაც ძალიან აბსტრაქტული კაბა, მოდის ეს ნელა. სადან გააბზეს ეგრეთები არ ვიცი, მაგრამ ძალიან კრეატიული არიან. როიალის შოქში ჩავარდა ისე მოწონს პატარძალი, ჩამოუგორიალ და ბიჭსყბა ეს გოგო სად იყო აქამდე. შემოდის პატარძალი ულამაზეს კაბაში. კაბა ეკუთვნის დიზაინერ პაატას. როიალ შვილო ჩემო. გზად ხარ უცხლობაში, უარაყობაში და გულაობაში. იყვარდეს მუდამ შენი ვიკა. ზატო არ. ნუ ტირის ჯერ ადრეა. ჩემი მომავალი ქმარი არის უსიმპატიურესი, ვარ ძალიან ბედნიერი, ძალიან მიხარია. თანახმა ხარ თუ არა, სამუდამოდ სიკხარულში, სიკვდილში, ბედნიერებაში იყო თქვენ ამაზე. აი, კი, თანახმა. ერთი წამი. ბრავო! დაკოცეთ ახალ დაქორწინებულება. კოცნა, ბეჭდები. ბეჭდები. კალათ არ გქონდა ამაზე დიდი, უკაცრავად, რაც იყო. ეხა იმ გრამიანი ბეჭდები აჩუქეთ ერთმანეთს რა. კალათო საჭიროა. წეცი შვილო ჩემო. რა აღარ გინდა გოგო? რაიმე ზალი. 500 კაციანი სუფრა. ბრავო! და თქვენ გაცხადეთ დღეიდან ცოლ-ქმრად. მე ისეთი ემოციები მაქვს, რომ ცრემლებს ძლებს ვიკავებ. მიდი. 1 2 ხალხი არ მოგორტყა. მიდი, გალო ისრო. არა, ვერ ვისრიმე. რაიმე უნდა ისროლო, არ არსებობს. როიალ ისროლე. და რასაც მინდა იმას. მე მაძლე? არა. ვის? კესო. და ჩვენი პენსიონერი 80 წლის კესო მალე დაქორწინდება. ვიკამ იგრძნო, კესეს მისცა პირდაპირ თაიგული და ნახოთ რა მოხდება. გახდება თუ არა გიორგის სატრფო ქალბატონი კესო, ამ ყველაფერს ნახავთ როდის და საათ. აბა თქვენ გამოიცანით მე მეზარება თქმა. აი დაწე ხელი და შეაგრიალეთ მეგმის და მოგზაურობაში. კარს ვაღებ სტუდიაში. არა, მოიწმე, გამო. აციხლით. სად მოდიხარ, გამოდი. საღამო გამოვიდა საოცარი, გადასარევი და ფანტასტიკური. ძალიან მაგარი ქორწილია, ყველანი ბედნიერები ვართ, ყველანი ლამაზები ვართ, ყველანი ლაღები ვართ. წამოდი. რა თუ დატანჯეს ბავშვი? იშლება სუფრა, გიორგი ტრიალებს გიჟივით. და შემდგომ ქორწილი გრძელდება გრანდიოზული სუფრით, სადაც არის ჭაჭა, ნესვი და ზეთისხილი.
და მოკლედ მიდის გრიალი და შრიალი. ვეძებს ლექს. გაუდა. ანი. მე ვარ ფიანა. გაუდა. მაგენი რაი. და რა მოხდა? არა, თუდად ხარ თუ რა ხარ. არა ვარ, თუდად, პროსტა დაღლები. არ ვიცი. უბრალოდ არ მინდა ქორწილში ყოფნა მიზეზის გარეშე. მარტო უნდა ყოფნა. სავარაუდოდ ჯობია მარტო იყოს ამ შემთხვევაში. მოკლედ დღევანდელ ღონისძიებას ვიწყებ მე, როგორც მამაო თამადა და ვადღეგრძელებ ახალ დაქორწინებულებს როიალს და ვიკას, ყველა მამითაცეთ სასმისები ხელში და გაუმარჯოთ ჩვენ ახალ დაქორწინებულებს, იყავით ბედნიერები, ჯანმრთელები, ლაღები. ჭახ, მოდი. უდარდელები, იხარე და იბედნიერებ. მოკლედ მეგობრებო. გაგიმარჯოთ. ბავშვი შეგეძინებათ. მადლობა, გაიხარეთ. ჩოჩინა ჩემზე იყო. გაიხარეთ. მადლობა. გაიხარეთ. დიდი მადლობა. ძალიან კარგი, უკომფორტულეს გრძნობ. ახლა ხახტებით ანდრეს ხორცილი ხუმრობა იყო. წამოდექით რა. არა, მარტო შენ უნდა ადგი ბიჭო. რა ვიცი, აი. თუ მოგვეწევთ წამოვიდებით. ჯანგაია. ბანიშვილი კი არის, შენ დგები და ჩემი მოკლედ მეგობრებო, აი რა ვიცი. რა გისურვებთ? გისურვებთ რომ ერთმანეთი არ დაგეკარგოთ ცხოვრებაში, ერთმანეთთან კონტაქტი, აი ეს wireless charging-ი, რაც არის ერთმანეთს რო ავსებთ და ტენი. ამას დავლებ ერთსაო, ვადღეგრძელებ ღმერთსაო, ხელუკეებს მოვკიდებ რომ გამიქცესაო. კავკასიის მთებინა სალომს გიწყმით ბევრსაო, როიალ და ვიკუნა გადღეგრძელებთ ბევრსაო. ბრავო! ბრავო! მესამე ჭიქა. ალავერც თქვენთან ვარ. როის და ვიკას ვუსურვებ ყოველთვის იყვნენ ისეთი თბილები, როგორებსაც უყურებთ ჩვენ მონაწილეები, იმიტომ რომ გვერდი და რო უყურებთ, ხედავთ რომ მათ შორის ძალიან დიდი სიყვარულია და მუდმივად ეს სიყვარული იყოს მათში და არასოდეს არ გაქრეს ეს ყოველი. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს, როგორც ისე ტრადიციულად უნდა ვითამაშოთ, რა თქმა უნდა, თამაში ისე ჩვენი Prime House-ის საღამოები არ ჩაივლის. დღეს კი შემოგთავაზებთ თამაში აი ამ ორ ულამაზეს ახალგაზრდასთან, ვაიმე რა ხდება. ერთად და თამაში მდგომარეობს შემდეგში. ვუსვამ კითხვას ჯერ ერთს, მერე მეორეს, ან ერთს კითხვას ვუსვამ ორივეს და რამდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს, ამას გავარკვევთ. Let's go, let's get it. რომელია ვიკას საყვარელი ფერი? ვარდისფერი? Sorry, Royal. როის ერთი ქულოთ. როიალის საყვარელი საჭმელი. Easy. მიგზიანი ბადრი. მართალია ვიკა. ერთი ქულა ვიკას. როიალ, ვიკას საყვარელი საჭმელი. ეია. No. გონი ნულისკენ მიდივარ. კითხე და ალბათ. კითხე. თევზი. მართალია, ვიკა შენ მითხრა როიალის საყვარელი სასმელი, ჯერ ალკოჰოლური, შემდეგ უალკოჰოლო. წყალი. მართალია ვიკა უალკოჰოლო სასმელი. ალკოჰოლი. ვისკი ან რაღაც. მართალია ვიკა ყოჩო. როიალ. ვიკას რამდენი ტატუ აქვს თავის Damn. დაიცვალე. ნახავთ ხარ რამდენად კარგად იცის როიალმა ვიკას ტატუები. ხო, კაი. ჩაქარი. მაიცა. დავით თოლო კარგად. 1 2 3 4 5 6 აი ხარი, აზრია. 8. შენი პასუხია 8? თუ 7? თუ 8? 0 როიალ 0 სამწუხაროდ 11. მაიმე 16. ახლოსაც კი არ იყავი როი. ყველაზე თამამი კითხვები გადაცემაში Prime House-ი. ყველაზე წუწუნა მონაწილე. გიორგი. გიო და პატრიკი. რატო ვართ მე და პატრიკი წუწუნა მონაწილეები? რა რატო წუწუნებ ხოლმე? ჭურჭელი რო არის გასარეცხი, რაღაც თემები რო არის გაკეთებული, პატრიკი მაგალითად რო დაესრობა, ეგრევე წუწუნებს რაღაცაზე და ასე შემდეგ. ვიკა, ყველაზე აგრესიული მონაწილე. ესო. ლიზი, ყველაზე მოსაწყენი მოთამაშე. აუ. ეხა ვერ გადაახტები, ეხა უნდა თქვა, ეხა დავიღალეთ რა. ხაიმე, ლიზი. ვიტყვი. კესოს. ყველაზე კარგი მსახიობი. ანი. ჩემთვის არის ანი. ანის მსახიობი უწოდე, იმიტომ რომ ძალიან კარგად ასრულებს
რაღაცა როცა გვაქვს ხოლმე რაღაცა თამაშები ძალიან კარგად ასრულებს როლს. აი მაგალითად მაფიოზობანა რო ვითამაშეთ, ვერავინ ვერ გამოიცნო, ანირო იყო მაფიოზი და მაგიტომ ახსოვდა რომ მაგრა თამაშობდა იმ როლს. ანუ გიორგი რას ფიქრობს ჩემზე? არ ვიცი. და რატო რას თulis და რას აკეთებს არც ეგ არ ვიცი. ყველაზე არასთანდო მონაწილე. შენ? რატო? ხოლო მოგიხადა ეს ბოდიში, რა ვერ შეიძლება. ვერ გენდობი 100%-ით. კი არა და ჩემი ძოლი კი არა ხარ რომენდო. ხო და იკაკრას. კაი, ჩემთვის კაი. ანი, ყველაზე გულჩვილი მოთამაშე პროექტში. გიორგი ნაზღაიძე. ანი მიწოდა გულჩვილი და გულჩვილი ვარ ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ძალიან მარტივად რაღაც ჩემ ემოციებს გამოვხატო, როგორც დადებით, ასევე უარყოფით, რაც ვთვლი რომ ერთ-ერთი ძალიან დიდი მინუსია ჩემ ცხოვრებაში. ყველაზე მატერიალისტი მონაწილე. და ეს გამიმარტივდა ძალიან მარტივ, იმიტომ რომ ეს არის კესო. გული მწყდება რომ თამაში გაცდა ზღვარს, გაცდა ჩარჩოებს და გადადის უკვე პირად შეურაცხყოფებზე. ეს საშინელი კომენტარების წერა ზოგადად გიორგის მიმართულებით იქნება თუ ნებისმიერი სხვა მონაწილეს მიმართულებით არის საშინელება. დრო აღარ გავჩუნდე, დროა დავიწყო საუბარი ყველაფერზე, რაც ხდება. მე აღარ გავჩერდები, იმიტომ რომ აქ ყველაფერ ზღვარი. არის სკრინები გადმოგზავნილი, სადაც ჩემ გულშემატკივრებს, რომლებიც წერენ ჩემზე კარგს, ემუქრებიან რომ გიპოვით, ყურებს დაგაჭრით, ფეხებს დაგაჭრით. ესეთი სკრინები მომდის ზღვა მუქარის შეურაცხყოფების ოჯახის წევრებზე და გულშემატკივარი ითხოვს ჩემგან რომ რაღაცა რეაგირება მქონდეს. დასრულდა გაჩუმება, დასრულდა თავზე წამოჯდომა, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი რეალიტი და თუ არის ნამდვილი რეალიტი, ეს უნდა იყოს ნამდვილი სამართლიანი ბრძოლა. ისევ გრძელდება დაუსრულებელი კომენტარები, ძალიან ცუდი, ვინ შენ პატიმრების, შენ ხმას მოგცემენ, იმათ რაღაც შეურაცხყოფელი ფრაზები, მოდის დედაჩემზე მორიგი შეურაცხყოფები. ყველა ფორმით იბრძოლეთ, რომ ჩვენი თითოეული ხმა, თითოეული SMS-ი იყოს დაცული. ოღონდ ერთადერთი თხოვნა მათსავით არ დაიწყოთ შეურაცხყოფების წერა. დაწერეთ ფაქტები, გამოაქვეყნეთ სკრინები, დაწერეთ განცხადებები, თუ საჩივარია, უჩივლეთ, იმიტომ რომ ჩვენი უფლებები არის დარღვეული. არის მუქარის SMS-ები, გონს მოეგეთ ხალხო, გონს. ღიმილი რატომ აქ იცით სახეზე? იმიტომ რომ ღიმილიანი ბრძოლით ვიქნები, იმიტომ რომ მე ვარ მართალი ადამიანი. Kalbimde işmez, o da hepten sana özel. საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა არის ამირამე შუაში მაგ ყველაფერს მთვარა. გიორგი იძახის, რომ ჩემი გვირგვინოსნები წერენ რაღაცა გზებით, ცუდი რაღაცები რომ გავუკეთონ მონაწილეებსა. გიორგი რახან იძახის, ეს იმას არნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ესეა. ან ვინმე რამე შუაშია. ჩემი გვირგვინოსანის არის ერთ-ერთი მაყურებელი, რომელიც განიხილავს პრაიმ ჰაუსის ცხოვრებას. ყველა სკრინები როგორი აქვს თურმე იცი? ხმოვანი გაუტეხეთ გვირგვინოსნების ფიფსა, ჯგუფი. ხმოვნებია. აი დღეს ხო ჩავთ ესეთი, არის მილიონობით. მილიონობით. ციხეზე არის პატრიკ დაცინვა, პატიმრებს დასცინიან. თურმე ეს წერილები მოგონილია, არ არსებობს ეს წერილები, თურმე მე დავწერე ხელით. თურმე დედაჩემი არ ყოფილა ცუდად. ფასანაურში ისვენებს თურმე ძალიან კარგად წამოწოლილია ეზოში. და რაღაც მილიონი რაღაცა. მილიონი ჰეითი. ხმოვნები მაქვს, თავზე საყრელი. ის ჯგუფი რაც გატეხეს, როგორ უნდა შემოუეტიათ. პირველად ვარ რეალიტში, სადაც ოჯახის წევრები მირეკავენ და რაღაც საქმეებს მირჩევენ. პირველ ვარ ეგეთ რეალიტში. ესეთი რაღაცები არ გამიგია, არ მსმენია. დედაჩემი საერთოდ ძალიან მართალი ქალია. და გიორგისთვის რაც უნდა ეთქვა დედაჩემს და არ მოусმინა, ის მხოლოდ სიმართლის თქმას აპირებდა და სიმართლე რაც იყო, ის უნდა აეხსნა გიორგისთვის. დედაჩემი ცხოველი არ არის, რომ ვერ გააგებინოს ადამიანს რამე. მიდის თავიდან ბოლომდე ჩემი ჩაძირვა, გაშავება ბოლომდე, აი განულება. აი როგორი განულება, იცი 0-0 დავრჩი. რა შეჭirdებათ? ხალი გმირი.
ბოლომდე მირჩევნია პატრიკს დაუწმო თუ რამე ჩემი ადგილი და ნუ ხოლო პატრიკი რო არა იღებს ეგ ხო და წავალთ მე და პატრიკი მას სახში და მორჩა აბა ახლა მე არ მინდა ესეთი ბრძო შენი ჭირი მე ხა გონს მოეგეთ ჩემი თხოვნაა რომ ადამიანმა გონს მოეგეთ და ადამიანობას ნუ დაკარგოთ როი ახლა თქვათ ნომინდა ხო იპერანგი გადმომიგდე რა ზაპუნკებით რა რა შვები სახში მივდივარ რა რა შვებიო სახში მივდივარო გიორგი რა კაი გეხვეწები არაფერი всё შენ მეუბნეოდი მე არა მორჩა არა მე ჩემ ოჯახს ვერ მივაკეთებ ახლა დარტყმა აი ჩემი ოჯახი მივალ და გადაწყვეტს როგორ უნდა მოვიქცე всё მე დავიღალე ამ ჰეითით ამდენი შეურაცხყოფით ვაფშე არ ამბობ გიორგი გეხვეწები არ შემოხვიდეთ არავინ არ შემოხვიდეთ არ შემოვდივარ მაგრამ გთხოვ აი არა გეხვეწები არ მინდა გთხოვთ ამას მოაბავენ ისე კუც სპექტაკლს არ მინდა კაი არაფერი კუდი არ მოეთმევა უბრალოდ აი შენ წასვლის მიზეზი რისი ბრალია ჩემი ოჯახი გადაწყვეტს სახში როგორ მოვიქცე და რისი ბრალია ვისი ბრალია რომ მიდიხარ ეგ რომ არა ვისი ბრალია არა თქვენი ბრალი არა რატო თქვენი ხო და მაშინ ჩვენ დაგველაპარაკე ჩემი თხოვნა არა გეხვდები რაც უნდა დაუწერიათ, რაც უნდა თусვიათ, კოლოუნი ვარ, ჯამბაზი ვარ, ვიტყუები, დგავს სცენები, რაც უნდა თусვიათ. გიორგი და ანიო ორივე თავისი პერსონაჟები არიან და ბევრი რაღაც გააკეთეს რომ აქამდე მოსულიყვნენ და ორივე იმსახურებს რომ გაიმარჯვეს. просто ეხა არც ერთმა აი უნდა დაამთავრონ რა ჩემი აზრით. და გაიმარჯვებს რომელნივე მანდატი. დანებებულს ყავხარში. არა, ხო და ნახე მაგას. და ხალხი ფიქრობს თუ იმას არ აინტერესებს, მე რატომ უნდა მაინტერესებს, მაინტერესებს. გოგო, ხო, მაგრამ როგორი რაღაცა არის, იცი, ანუ ვერა ამ პირობებში ვერა, ესო იმ ჩემო გულში მიტყვი რამდენიც არ უნდა დარეკოს. აქ ისეთი ის მიდის ამბავი რომ მაგას ვერ მოხდები. ჩემით მარტო მოვედი აქამდე, ძალიან ღირსეულას მივფიქრობ და ასევე ღირსეულას დავტოვებ ამ პროექტს.